ადრში ხედავთ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე, ეს კერძოდ არის 52-ვე უბანი სოფელ ყიზილაჯლოში, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, სადაც უამრავი ხალხია შეკრებილი. ვითარება კვლავ დაძაბულია და ადგილზე კვლავ რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმები. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მე წაგიკითხავთ ამ განცხადებას, მასში წერია: მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ბლოკი პარტია ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის მომხრეები 52-ვე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცება შეეცადნენ. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდასხმელებმა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს თავი შეეკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით. და ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით ჩვენს კორესპონდენტს რუსუდან ლოლაძეს, რომელიც ადგილზე მუშაობს, ის ახლა ტელეფონში ჩაგვერთვება და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის. რუსუდან, რა ხდება და რა ვითარება ამ წუთებში ადგილზე? დიახ, 42-ვე საუბნო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე, მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომარეობა ისევ რჩება დაძაბული. აქ იმყოფება უამრავი სამართალდამცავი, სპეცდანიშნულების რამდენიმე რაზმი არის აქ და აკონტროლებენ მდგომარეობას. სულ რამდენიმე წუთის წინ მათ გამოიყვანეს შენობიდან და ეზოს ნაწილიდან მოსახლეობის ნაწილი, ვინც თვითნებურად იყო შეჭრილი 52-ვე საარჩევნო უბანზე. ჩვენ გადაადგილება გვაქვს შეზღუდული, თუმცა მაინც მოვახერხეთ ახლოს მივსულიყავით 52-ვე საარჩევნო უბანთან, რომელიც მთლიანად არის განადგურებული, დამწრეულია ფანჯრები. აქ ისევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით უცნობია რას აპროტესტებენ. მხოლოდ და მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ისინი ისტუმრებენ ტაშით და შეძახილებით. სულ ცოტა ხნის წინ კი აქ მოვიდა პატა ბურჭულაძეს პარტიის წარმომადგენელი, რომელიც აცხადებს, რომ ამ ყველაფრის პროვოცირება გააკეთა ხელისუფლებამ. ის აცხადებს, რომ დილიდან ამ უბანზე ხდებოდა უბნის გაყალბება და სწორედ ამ პროცესებმა გამოიწვია ხალხის აჟიოტაჟი და გაღიზიანება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვრჩებით ადგილზე, აქ რჩება სპეცრაზმის ძალიან დიდი რაოდენობა, აქ არიან სამართალდამცავები, თუმცა ჯერჯერობით მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. მადლობა რუსუდან ლოლაძე გვერდებოდა ტელეფონით პირდაპირ ეთერში. თქვენ კარტში კვლავ ხედავთ მარნეულს, 52-ვე უბნის მიმდებარე ტერიტორიას, როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა გვაცნობა, უბანი თითქმის მთლიანად განადგურებულია, ინვენტარი ასევე დალეწილია ფანჯრები. ადგილზე როგორც თქვენს კარტში ხედავთ, მობილიზებული არიან პოლიციელები, ასევე სპეცდანიშნულების რაზმები. ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები. ამ დროისთვის ვითარება კვლავ დაძაბულია. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეთა ნაწილი მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა. იქ შეკრებილი მოქალაქეები და ახალგაზრდები საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, შენობიდან გამოსულ კომისიის წევრებს შეძახილებით აცილებენ.